კარგით გოგოებო, პირი გამოვიწმინდე, მაგრამ როგორ დაგვაუწყდა კბილის ჩოთქები საქალაქ გარეთ სახლში? ხო, აუცილებლად უნდა გავბრუნდეთ და მოვიტანოთ. ხო, ასევე ჩვენი საღამურებიც მოსატანი გვაქვს. გოგოებო, უცნაურია, მაგრამ გონი ზალინა, ზიპი, ზუპი და ზაკი არ არიან სახიფათოები. ხო, არც გაგვაღვიძეს დილით. ხო, უფლება მოგცეს დაგვეძინა გვიანობამდე. ისე სახალისოა აქ ყოფნა, არა, მაგრამ როცა ჩემი მშობლები წავლენ, ეგრევე ჩემს სახლში წავალთ, აუზი იქნება და მაგარ წვეულებებს მოვაწყობთ. მეგობრებო, ძალიან მაგარია, ვერასდროს წარმოვიდგენი, რომ ჩვეულებრივი თინეიჯერები ვიცხოვრობდით. ხო, ვერასდროს წარმოვიდგენი, რომ ჩემი შეყვარებული ჩემთან იცხოვრობდა. მოიცა, უკვე ერთად ხართ. დაახლოებით ვართ, მაგრამ დღეს უკვე საბოლოოდ ვეთქვი. არ მესმის ამდენი ხანი რასაკეთებენ საფერფარეშოში. კიდევ დიდხანს უნდა დარჩეთ? ზალი, გოგოები არიან, კბილები უნდა გაიხეხონ და თავი მოიწესრიგონ. ხო, კბილები მართლა უნდა გაიხეხონ, რომ მერე ჩვენ გვაკოცონ. მოდი თავში ნუაგივარდებათ. ბიჭებო, ეგრე არ არის. ახლა ჩვენ ჩირილდერობის ვარჯიში უნდა გქონდეს. გოგოებო, გამოდით. გამარჯობა ზალინა, კბილის ჩოთქები უნდა ავიღოთ, ხო ვიცი, პირადი ჰიგიენა. ხო, ძალიან ჩქარა ვიზამთ, არსადაც არ წახვალთ. რას გულისხმობ? ჩვენი პირადი ნივთები გვჭირდება. ხო, იცი რა ზალინა, უბრალოდ ჩვენს პირში საშინელი მდგომარეობაა ახლა. მომისმინე ზალინა, ჩვენ აქ ვცხოვრობთ, მაგრამ შეგვიძლია აქედან წავიდეთ, წამოვიდეთ და წავიდეთ. გოგოებო, ამ სახლში ყველა ჩემი წესებით ცხოვრობს. ახლა თქვენ ვარჯიში გაქვთ. ზალინა, არ ვიცი შენ რას აკეთებ და რას ფიქრობ, მაგრამ ჩვენი ფორმები იქით სახლში გვაქვს და აქსესუარებიც, ყველაფერი რაც გვჭირდება. ხო, და ჩვენი კაპიტანიც დიანა და მხოლოდ დიანა ამბობს, როდის გვექნება ვარჯიში. არა გოგოებო, ახლა კაპიტანი მე ვარ და მე ვწყვეტ, როდის ივარჯიშებთ. ახლა წამოდით, ზებრებო. ვოუ, გოგოებო, ვიცოდი რომ ზალინა გიჟი იყო, მაგრამ ასეთიც არ მეგონა. ჩვენ ბანი ვართ და არა ზებრა. ხო, ზალინა, შენ თუ ზებრა ხარ, ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ ბანის გუნდი ვართ. ბანის? არა, ამ სახლში ზებრები ხართ. ზალინა, რატო ყვირე გოგოები არ შეაშინო? ნასტია რა მოხდა? ზალინა, შენ შევგვირდი. ზიპ, აუხსენი შენს რომ ჩვენ ზებრები არ ვართ. ზაკ, უთხარი ზალინას, რომ კბილის ჩოთქები უნდა ავიღოთ. ხო, აუხსენით, რომ შეგვიძლია წავიდეთ და წამოვიდეთ ნებისმიერ დროს. რა თქმა უნდა, მაშინ შეგიძლიათ წახვიდეთ, როცა გინდათ. ოღონდ ახლა არა. ზალინა, ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს, გოგოებო, თქვენ დაწნარდით. გოგოებო, უბრალოდ არ არის საჭირო რომ სახლიდან წახვიდეთ. ხო, შეგიძლიათ გითხრათ რაც გინდათ. ხო, და ყველაფერს ჩვენ მოვყიდით, პრობლემა არ არის. ეს არ მომწონს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია წავიდეთ და ავიღოთ ნივთები. კარგი ბიჭებო, სწრაფები ვართ. ხო, წინ და უკან. მომისმინეთ გოგოებო, ჩვენ შეგიფარეთ, ამიტომ მადლიერები იყავით. ახლა ვივარჯიშოთ. მისმინეთ გოგოებო, უკვე ძალიან მაბრაზებს ეს ზალინა. მომისმინე ზიპ, გირჩევნიათ თქვენ უთხრათ რამე, თორემ მე თუ ავდექი და ლაპარაკი დავიწყე, აღარ გავჩერდები. გოგოებო, ისე დავფიქრდი და ხო არ ჯობია ახლა სავარჯიშოდ წახვიდეთ. ხო, ჯობია ზალინა აღარ გავაბრაზოთ. გოგოებო, ხო, მეც იგივეს ვფიქრობ, ჯობია რომ ახლა სავარჯიშოდ წახვიდეთ. გელოდებით. გოგოებო, რა გავაკეთოთ? იმ სახლიდან გამოგვაგდეს, აქაც არ არის ეგეთი კარგი. დიანა, როდის მიდიან შენი მშობლები? 3 დღეში. კარგი, 3 დღე გავუძლებთ. მეგობრებო, ვერ ხვდები, მეხუმრებით თქვენ თვითონ მისით ხომ რომ ჩილიდერები გაგვექდო, ახლა კიდე ზიხართ და ტირით, წამოდით გომეშვებთან წავიდით. ხო, სმაილ, მართალია, არ ვიდიროთ, ბიჭები ვართ და ბიჭები არ ტირია. უბრალოდ მხოლოდ ახლა გავიასრე დიანა რამდენად მიყვარდა, ხმა მარტო იმიტომ მივეცი გაგდებაზე, რომ ვეჭვიანობდი. ხო, მეც და საერთოდ ყველაფერი მუცნაური მეზობლების ბრალია. კარგი რა ბიჭებო, აღარ იტიროთ, მე რითი უნდა დაგეხმაროთ. არაფრით, წავდი. ასია, ხო, ბოლოს ისევ მე ვარ ცუდი ტიპი, თქვენ კიდე მაგარი კალათბურთელები ხართ, რომლების ტირია. გოგოებო, გილოცავთ, ახლა ეს არის თქვენი ოთახი. იეი, მასწავლებელო მაიკ, ძალიან დიდი მადლობა. არ მესმის აქ რას აკეთებთ? მასწავლებელო მაიკ, რას გულისხმობთ? ჩილიდერები ახლა ხანს წავიდნენ და თქვენ უკვე სხვაობით ანაცვლებთ. აქ სხვა არავინ არ იცხოვრობს. ხო, აქ ჩვენ ცხოვრობთ. მხოლოდ თქვენს გონებაში ბიჭებო, ჩვენ ვიცხოვრებთ აქ. სულ ვოცნებობდი აქ ცხოვრებაზე. კალათბურთელებო, წესები ხო იცით, ახლა აქ გოგოები ცხოვრობენ. მოკლედ წარმოიდგინეთ, ახლა ბანის ოთახში ვცხოვრობთ. ხო, ძალიან გაგვიმართლა. გოგოებო, ამას შეხედეთ, ბანი რა კეთილია, ყველაფერი დაგვიტოვეს. იეი! კარგი ბიჭებო, ახლა მაინც ადეკით, გოგოები მოვიდნენ. არა, გომეშვებთან ერთად არასდროს არ ვიქნები. ხო, არც მე. მაგასაც ვნახავთ კალათბურთელებო. ბიჭებო, არ იტიროთ. არ გირჩევნიათ დაგვეხმაროთ რაღაცეების დაკიდებაში? რომეო, შეგიძლია დამეხმარო, ძალიან მაღლა არის, ვერ უწუდები. დამეხმარე რა ამის დაკიდებაში. კარგი. გოგოებო, ალბათ თავი კომფორტულად იგრძენთ და კალათბურთელებო, თქვენ წადით, რომ გოგოებს ხელი არ შეუშალოთ.
არა, ჩვენ ჯერ ავტოვრჩებით გოგოებს დახმარება ჭირდებათ. მასწავლებლო მაიკ, კალთელები დაგვეხმარებიან. Small რას ვფიქრობ, არ გინდა რომ გოგოებს დავურეკოთ. იქნებ მაინც დაბრუნდნენ უკან. არა, ვიცი რომ არ დაბრუნდებიან. ზებრები ყველაზე მაგრები არიან. ზებრები უძლიერები არიან. ზებრები შეუჩერებლები არიან. ზებრები ყველაზე მაგრები არიან. ზებრები უძლიერები არიან. ზებრები გოგოებო, ეს ცხოვრება კი რა ზღაპარია. ხო, მართლა არ მჯერა რომ ბანის ადგილი დავიკავეთ. ყოველთვის ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. როცა კალათბურთელები ჩვენი შეყვარებულები გახდებიან, ყველაფერი დაალაგდება. კარგი გოგოებო, წავიდეთ, ვნახოთ ჩვენი ახალი საძინებელი. Cheerleaderების გარეშე სახლი იგივე აღარ არის, მენატრებია. ყოველ შემთხვევაში ძალიან ცუდია, 4 კლიენტი დავკარგე. ხო, ეს ყველამ ერთად გადაწყვიტა, მასკოტ რას დალევ? მოდი მარწყვის მოხიტო მომიცი, გოგოები რასაც ვამდნენ. კარგი არის, ყველაზე დიდი ბურგერი და ყველაზე დიდი მილკშეიკი მინდა. ჯული, სტრესის გამო არ უნდა ჭამო, ცუდია. ბრაუსი დავივიწყე. უფლება მომეცით მე გავუყავდე, კარგი? მეგობრებო, ისე სტრესის დროს ჭამა მართლა დაგეხმარებოდა. ჯული, როგორი ბურგერი გინდა, ორმაგი თუ სამმაგი? ჯული ძალიან ნერვიულობს, ამიტომ ყველაზე დიდი ბურგერი გავუკეთე. მე ფრთები გამიგეთებ. კარგი ამერიკული სამმაგი ბურგერი და ფრთები. მასკოტ, შენს გინდა ბურგერი? არა, მადლობა, მარტო მოხიტო. კიდევ ერთხელ. ზებრები ყველაზე მაგრები არიან, ზებრები უძლიერესები არიან, ზებრები შეუჩერებლები არიან. კიდევ ერთხელ. ზებრები ყველაზე იცი რა აზალინა, დღეს საკმარისია. ჩვენ ბანი ვართ და არა ზებრა. ნუ ტანჯავ შენი ამ ვარჯიშით. ვერც გავიაზრე სად ვართ. კარგი, ხვალ თქვენთვის შევუკვეთავ ფორმებს, ზებრის ფორმებს. ხო. მერი რა იღბლიანი აქ რომ არ არის, არასდროს ვაპატიებ. მოგლეს მეგობრებო, გოგოები უნდა გადავარჩინოთ, სავლამ დაიჯირა. ხო, გეთახმები. კარგი და როგორ გადავარჩინოთ? არ ვიცი, მე ზალინას იმეშინია. მოდი უბრალოდ გოგოები გავიყვანოთ. ხო, ისე მართლა კარგი აზრია. ახლა ზალინასთან მივიდეთ და ვუთხრათ რომ ვარჯიში დასრულებულია და გვინდა რომ ჩვენი გოგოები სადმე წავიყვანოთ. და რომ არ გამოუშვას რა ვქნათ. არა, ჩვენთან ერთად პაემაზე გამოუშვებს. ხო, მეგობრებო, წავიდით. ზალინა, აბა ჩვენი გოგოები რა შვებიან? იმედგაცრუებული ვარ, ძალიან ზარმაცები არიან. ზიპ, უთხარი შენს დას რომ 2 საათი ვარჯიში ძალიან ზედმეტია. ბიჭებო, რამე გააკეთეთ. ზაკ. კარგი ზალინა, გასაგებია, ახლა ჩვენი გოგოები სადაც უნდა წავიყვანოთ, პაემაზე მივდივართ. ზალინა, პრობლემა ხო არ გაქვს. კნოპა პაემაზე ხო წამოხვალ? არა, მე ზუბთან ერთად პაემაზე არ წავალ. კნოპა. არ გვინდა რომ ზებრები გავხდეთ, ამიტომ რამე გზა უნდა იყოს. ამის წინააღმდეგი როგორ ვიქნები? სიყვარული ხომ ისეთი რაღაც არის, პაემნებზე სიარული. კარგი, წადი. გოგოებო, აბა რა სიზამთ, წამოხვალთ? რა თქმა უნდა, წამოვალთ, ნერვებს მიშლი. ზაკი გჯობია. ძალიან საშინელი ხარ. მელაპარაკეთ, აბა ეგრე. თქვენი პაემნის მერე ვარჯიში იქნება. იცი რა ბროვასტი, შოკში ვარ, ყველას სურს რომ მე და შენ ერთად ვართ. ჩემს საუკეთესო მეგობარსაც კი. იანა, მგონი უბრალოდ შენზეა გაბრაზებული, რომ არ ელაპარაკები. არა ბროვასტი, ხომ იცი მეგობრობას ურთიერთობაში არასდროს გავცვლიდი. რაიან, ხომ იცი, ჩემი შეყვარებული უნდა იყო, გესმის? ისეთი შეყვარებულის როლი უნდა ითამაშო, რომ იანას თვალები გადმოუვარდეს. შეგიძლია ამის გაკეთება? ხო. აბა რა სიტყვი? ყველაზე ლამაზი ხარ, საუკეთესო ხარ, საყვარელი ხარ. კარგი, წავედით. გამარჯობა, აის. მესმის ბროვასტი, უბრალოდ ბოროტები არიან. აი, შენი მეგობარიც მოდის. რა? შეყვარებული ყავს, როგორ რაიანი ხომ? ჩემი ყოფილია. იანა, რა ხდება? ეჭვიანობა. მეგობრებო, რას შევკვეთოთ? თქვენ რა ერთად ხართ? ვერ ხედავთ, რაიან? ხო, ლეილა ჩემი შეყვარებულია, ხო ლამაზია. ყველაზე მაგარია. 2 ანანასის ძველი. მაგარია, გილოცავთ. იმედი ახლა უფრო კეთილი იქნება. რა? მეგობრებო, წვენი მალე. აი, 2 მარწყვის ლიმონათი. აი, ასე მაკოპირებენ, მაგრამ ისინი სხვანაირები არიან. მომისმინე იანა, შენი დაკოპირება ვის სჭირდება? რაიანს და მე ნამდვილი სიყვარული გვაქვს. ხო, მე სულელი ვარ და ვერ ვხედავ აქ სინამდვილეში რაც ხდება. იანა, დაძრადი, ჩემნაირად მაინც ვერავინ შეგეუღებს. მართლა? ხო, ჩვენ ხო ერთად ვართ. მეგობრებო, არ უჩხუბოთ, ორივე კარგი წყვილი ხართ. 2 ყველაზე მაგარი წყვილი ამ სახლში. ხო, პიცა ჩვენ მერე. ბიჭებო, მადლობა რომ თქვენი დისგან გადაგვარჩინეთ. ვიცი რომ თქვენი და არის, მაგრამ ისეთი ბოროტია და ზოგჯერ ისე ანერვების სამშალად იქცევა. ხო, მართლა არ გაგიმართლათ. ბიჭებო, სად მივდივართ? სად მივდივართ და ყველაზე მაგარ პაემაზე. კნოპა ისე შეყვარებული ყავდა? ხო, რატომ ეკითხები? არა, უბრალოდ მე არ მყოლია. გოგოებო, მგონი ახალ ურთიერთობაში ვარ რა და არ ვიცი რაზე უნდა ველაპარაკო. კნოპა, არა უშავს, იქნებ მართლა გულით შეუყვარდე. არა გოგოებო, მადლობა, ჩემი ტიპი საერთოდ არ არის.
კარგი დიმა დროა, გოგოები გველოდებიან. ხო, ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ლამაზები გავიცანით. ხო, გითხარი, როდესმე ჩვენი დღეს დადგებოდა. ფეხბურთელებო, შეგიძლიათ ბროსტის გავუმკლავდეთ, მიმატოვა. ჯული რაც კარგი. ვახ, ეს ფეხბურთელები. ჯონდაბა ვერ დავიბრუნებ ბროსტის. ჯული, ჩემი რჩევა, რომ ბრაუსი საერთოდ დაივიწყო. აუ, დავიღალე რა, რატომ დადის და ცდილობს რომ დამიმტკიცოს რა მაგარი ურთიერთობა აქვს. ჩვენ უკეთესები ვართ. რა სულელები არიან, რაიან, ჩვენი ურთიერთობა უკეთესია. ურთიერთობაში ვართ. ვითომ? აქ რა ხდება? მოსიყვარულე წყული მანქანასთან რას აკეთებს? იცოდეთ, მანქანის შეღება მოგიწევთ. მეგობრებო, ბოდიში ამის ბრალია. რაიან, რას აკეთებ? შენ მაგარი უნდა იყო. ბოდიში ახლა მართლა უნდა წავიდეთ, ეს ხვისი მანქანაა. აბა კიდე გაბედეთ მანქანასთან მოსვლა. ხო, მოშორდით ჩვენ მანქანას. ყოს და ამათ შეხედე. ყველგან წყულები არიან. ბიჭებო, სად მივდივართ? არ გინდათ რომ რესტორანში წაგვიყვანოთ? დიანა, ხო იცი, მანდ არ შეგვიძლია. დამოვიწყდა. მოკლედ, გოგოებო, თქვენთვის რაღაცის თქმა გვინდა. გვინდა რომ ჩვენ შეყვარებულები გახდეთ. კნობა იქნები ჩემი შეყვარებული. ნასია, გინდა ერთად ვიყოთ. დიანა, ძალიან მომწოხარ. იქნები ჩემი შეყვარებული. ზიპ, რას აკეთებ? ადექი გთხოვ. ვაიმე, ისე უცბად მოხდა ყველაფერი. ზაკ, თანახმა ვარ. არა, გაჩერდით, ეს სიურპრიზია. მე შენ შეყვარებული ვერ ვიქნები, იქნებ ტიმურთან. ესენი მინები არიან. კონი ჩვენი ჩერლიდერები არიან და ვიღაც ბიჭები. ჯანდაბა, ფეხბურთელები. კარგი, მაგარია. ახლა მთელი სახლი გაიგებს, რომ არ წავსულვართ არსად. ხო, და მთელი სახლი გაიგებს, რომ ზომბებთან ერთად ვართ. შეგიძლიათ რომ მანქანის გზიდან გადავხვიდეთ, გზაზეც გახართ. დიანა, ეს შენ ხარ და ყველა დანარჩენი ჩერლიდერი, რომლებიც თითქოს წავიდნენ. მომისმინეთ ბიჭებო, ეს ისეთი სიურპრიზია. ამაზე არავინ უნდა გაიგოს. მაგრამ ყველას მალევე ეტყვიან. გთხოვთ, არავის უთხრათ რომ აქ დაგვინახეთ. თქვენ გვეუბნებით რა უნდა გავაკეთოთ? ისი ახლა ვიღაც მაგარი და ლამაზი გოგოების ანახავთ მივდივართ. თქვენ უკან ვიღაცები არიან, ჯობია წახვიდეთ. ზიპ, ზუპ, ზაკ, უბრალოდ წნარდი ყავით. რა მეგობრებო? დიმა, ისინი არიან, ადრე რო ვნახეთ. ხო, წავიდეთ აქედან. ვაუ, მაგარია, თქვენი ეშინიათ. ხო, ბიჭებო, ყველაზე მაგრები ხართ. იღბლიანები ვართ, გოგოებო. აი, გოგოებო, ხო ხედავთ, თქვენთვის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ერთად უნდა ვიყოთ. ჯანდაბა, ზიპ, მგონი დაგთანხმდები. კარგი, ანუ სად მივდივართ? შეგვიძლიათ ფაზე წავიდეთ. ბავშვებო, რას ფიქრობთ ჩვენ სახალ ბიჭებზე? მათთან ერთად ვიყოთ თუ არა? დაგვიწერეთ, არ ვიცი ჯერ. კარგი, ახლა პაემანზე უნდა წავიდეთ. მისმინე, ზიპ, იქნებ ტბაზე არ წავსულიყავით. მოიცა, ვერ ხვდები, ახლა რა გავაკეთებ? ზიპ, ყურადღება არ მიაქციო. კარგი, წამო, ისე ერთი მაგარი პარკია ახლოს, მიტოვებულია, შეგვიძლია მათ წავიდეთ. მაგარია, კარგი, წავიდეთ. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დაჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდე, კარგად.